სხვათა შორის ბატონო მურმან ერთ ადამიანს ძალიან საინტერესო ადამიანს აქუსთან რომ ლაპარაკობდით, ხო? პირადად მოისმინა ეს ინფორმაცია იმას. აჰა, ვინა ეს ადამიანი? ხო და მოისმინა ეს ინფორმაცია და პირადად რომ შემოვიდეს და თქვენთან რომ გასაუბრება თუ შეიძლება თქო მაგას ვამბობ რა. გამარჯობა. როგორ ახერვანი? კარგი, თავადობრივ. და მე მოგიტანეს. 2020-ში ვიცი რომ 5 უნდა შემოხაზო და შედად ვიქნები რომ არ გაგიხმება ხელი. ხელი არ გაგიხმება. მე ხლა 2 წუთი შემოვირბინე რომ მინდა რომ მურმანი დავახასიათო. მურმანი არის ძალიან მაგარი ადამიანი. ძალიან მაგარი გამოცდილი პოლიტიკოსი. სამი თაობის ოპოზიციონერი არის. და უბრალოდ კარგი პიროვნება არის. ამასინაც 2-3 დღეს უკან მე და ვლადიმირ ზელენსკი ვიყავით ერთად. უყურებდით აკუბარდიას გადაცემას. და მე ვუთარგუნე ხლა ვლადიმირ ზელენსკის და ამბობს ხლა მურმან დუმბაძეს აქუსთან. მიხეილ სააკაშვილის დაასახელეთ პრემიერების კანდიდატად. გაუგნებული ჯერ ხო პირი დარჩახია ზელენსკის. გაუგდით, ესაც მეوارებეს კიკაც. ან საიდან ესეთი გამჭრიახი გონება, ესეთი იდეა. ძალიან გენიოსი ხარ. და მე მინდა მიმართო ჩემი პარტიის წევრებს. ჩემო ნიკა. ჩემო გრიგოლ. ჩემო ხატია. ჩემო სალომე. შეხედეთ, აი ესეთ ადამიანებზე დგას საქართველო. აი ესეთი გამჭრიახი, ესეთი უფროსი თაობა მოდის. დიამორბან მადლობა. ასე რომ მე მინდა ასე მადლობას მე ძალიან ბევრჯერ მოგიხდი, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ადამიანი ხარ და ესეთი ხარტი გონება როცა გაქვს. მინდა გითხრა რომ ეხლა აკი არ უნდა იჭდე. ეხლა მეტი მოძრაობა გვჭირდება მურმან. მეტი გასვლა ხალხში. უნდა მიდგე მოდგე. ეხლა აკი არა, ეხლა აჭარაში აჭარელ მოსახლეობას მათ საყვარელ ხასიათში ენით უნდა აუხსნა რომ სომ გამოცლილი ბიძინა არის მოსაშორებელი. სარფის იქეთ გავაგდოთ. ახლა აჭარელი კაცი ხარ და აი უფრო მინდა რაღაცა აი აჭარულად გითხრა. აი ბიძინა საქართველოსის იგივეა რაც თქვენს კილოკავში და აი მაგალითად რაშობი და ოკეი. დახვარი ზედმეტი. არის თუ არა? არის თუ არა? აი ესეთივე ზედმეტი არის დღეს ბიზნესში საქართველოს. ზედმეტი. რა თქმა უნდა, ეხლა მე მინდა ასე პოლიტიკური მასტერკლასები მინდა რომ გასწავლო. ძალიან მეგობრულად, ძალიან მეგობრულად ჩემით რომ ხარ ენერგიული ადამიანი. ჩაიწერე გამოგადგება საურთიერთობად ხალხთან. თან წინასაარჩევნოდ მით უმეტეს. აი მაგალითად, ხალხს როდესაც ხვდები ხო მურმან? გიწევს ეხლა ბოლოს შეხვდრა სად ქონდა მურმანი ვითხარი? ძალიან ბევრი მქონდა, აღარც მახსოვს. ძალიან ბევრი. ყოველდღიური შეხვედრა იმაყ. ყოველდღიური. აი რო გიყურება ის როგორ მონატრება ჩემი საქართველოს. აი ხა მაგალითად მე მინდა ეხლა ერთი რამე რო თქვა, აი მაგალითად. მინდა ჩემთან ერთად რომ ეგაიმეორო შენც. კიდე. ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება. ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება. სახეთი ნიშანი. ცოტა ენერგია ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება. აუცილებლად 8 წელი არიან ხელისუფლებაში. 8 წელი არიან ხელისუფლებაში? ეს უნდა დააჭერო მოსახლეობას მურმან. არაფერი არ გაუკეთებია ქვეყნისთვის. არაფერი არ გაუკეთებია. მურმან 8 წელი არიან ხელისუფლებაში ეს უკვე თქვით. ხო. აი ცოტა წამოკივლება და მეტი ის უნდა. არაფერი არ გაუკეთებია. არაფერი არ გაუკეთებია. აი ეს დავე ეს ბოლო ფრაზა მინდა. ცოტა წინ აი არაფერი არ გაუკეთებია აი რაღაცა თან ეგაკურებას ჩადე რა. всё, ეგ არის. კი ბატონო. კაი, სახში ვივარდი. სახში. всё, როგორც კი ამას როგორც კი ვიტყვით, ეგრევე გურიას მოვიგებთ, იცოდე. კი ბატონო. ეხლა გადავიდეთ კახეთზე. ჩემი ყვარელი ძალიან მაგრად მენატრება, ჩათვალე რომ დგავართ კახეთში და კახელ მოსახლეობას ვესაუბრებით. ჩემო ძვირფასო კახელებო. ჩემო ძვირფასო კახელებო. მინდა მოგმართოთ და გითხრათ, რომ დაუცილებლად რუსული ოლიგარქიული რეჟიმი დამთავრდება. რუსული ოლიგარქიული რეჟიმი დამთავრდება. ერთხელ კიდე გაიმეორე. რუსული ოლიგარქიული რეჟიმი დამთავრდება. ძალიან მაგარი. ესე იგი, ძალიან მაგარია. ამას თუ არ დააჯერე ადამიანი. ო, რა თქმა უნდა. საერთოდ მე არაფერი არ გამოვა. მისმენთ, როდის აპირებთ ჩამოსვლას ბატონ მიხეილ? უკრაინაში როგორც კი მე მურმანი მივადექი საზღვარს. დიახ. ეს იყო წარმოუდგენელი შეგრძნება ჩემი როდის აპირებთ ბატონ მიხეილ? ხო ვანო. როდის აპირებთ ჩამოსვლას? როდის საუბრებოდი უკრაინელ ოფიცერს? დიახ. საზღვარს რომ მოადექს. როდის აპირებთ ჩამოსვლას? შიგნით ხალხი წამოვიდა მურმანხელის მაგ ხალხი. ბატონ მიხეილ, როდის აპირებთ ჩამოსვლას? წარმოდი მე კრიშაზე ავწვდე. ვანო ან მიმართე პრეს-ცენტრს ან დასვი სხვა კითხვა უკაცრავად რა. შეუგონებ ახლა მინდა იცოდე ხა გუმბაძე კი ხარ, მაგრამ გვარად. მაგრამ გაერთიანება არის საჭირო. კი, ნამდვილად კი. გაერთიანება არის ესაჭირო. ვართ კიდეც.
ეხლა შენ ბები ელიკო და ილარიონი მარტო ფონს ვერ გახვალთ. კი ბატონო. არის დუბაძის როა, იმიტომ? გაერთიანება ვიცი რომ ძალიან სწორი მიმართულება გიჭირავს. კი ბატონო. ძალიან სწორ გზაზეთ გახარ. კი ბატონო. შეხედავ შენს მომავალს, შეხედავ მზეს. მე ეს თავრობა თეთრ ბაირაკებს გადმოფენს. კი ბატონო. მე მოადგები საზღვარს და შემოძახებ ივანიშვილის ვეშჩამი. აი მაგ დროს აუცილებლად დაუდგება ზიანი ღამე ჩემს სამშობლოს. რა თქმა უნდა დაიწერება მარადისობის კარ. ეს არის. ეს იქნება ჩემი მურმანი. დამოედროულად მინდა იცოდე რომ გაერთიანებული ოპოზიციაში არეულობა ეხლა როგორც ხდება ხო მე მინდა იყოს შეკრულობა ძალაერთობაშია ვიღაცები აპირებენ რომ ჩვენსა და ამომრჩეველ შორის მურმან კი ბატონო. ჩადგომას კი ბატონო, კი ბატონო, კი ბატონო. ვერ გავიგე მურმანი აგერ არის ეხლა ეკალის სულ სხვა ვიღაცა ყოფილი. ეს რა ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად. და სხვათა შორის მოვიკოჭლებთ ძველი ბიჭების სექტორში. როგორც ჩანს მე მიწევს მე მომიწევს ამაზე მუშაობა. მე მომიწევს მე უნდა დაველაპარაკო ძველი ბიჭებს. როგორც ჩანს ვერავინ გაბედულებას არ აქვს რომ დაელაპარაკონ ძველი ბიჭებს. აბა ეხლა თან მეძებენ და დროებით შემოხელი. კი ბატონო. აბა ჩემი მოიწი ჩემი დრაუბნელი ხარ აბა. გავთანაბრდეთ რა. გავთანაბრდეთ დრაუბნელი ხარ როგორ აბა. შესუბაში ბევრი პროექტები მაქვს მე ასე რომ დავათქვი